იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ჭორიკანა სამძიმარზე. ლამარადეიდა, ხო კარგად ხართ, რატო არაფერს ამბობთ? რა ვიცი, შვილო, წასულებზე საერთოდ ან კარგს ამბობენ, ან კიდე საერთოდ არაფერსა და ვარესე გაჩუმებული. Замоდი, მაიკო, აგე შენი ბაღელი მოგიყვანე, შენი ბაღელი. როგორ ახართ ბებო, როგორ ახართ შვილო? როგორ ვიცი? აგე ნათქვამი არის საერთოდ რომ ღმერთო კარგი მიყავსო თავისთვისო და ადგადა წაიყვანეს ჩვენი ბიჭი, წაიყვანეს შვილო. ღმერთო აცხონია მისი სული. ისე ღმერთო, იცოდათ არა მკითხე რომ მიყავდა, ერთი 15 წუთი ისეთ რაღაცებს გეტყოდი, ამაზე რომ მინიმუმ 20 წელი ამას აღარც გაეკარებოდი. ლაპარაკობ, ლამარადეიდა, კარგით რა, რებს ამბობთ? შვილო, არა შვილო, უბრალოდ რომ დააბრუნოს უკან, მაგვარიანში ვიძახი. ისე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე შვილო სექსის გიჟი იყო. ლამარადეიდა, რა ხდება რა? გეხვეწებით, გაჩერდით რა. თქვენ ხო თქვით მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა, ან საერთოდ არაფერი არ უნდა თქვაო და რა არის ეს რა? არაფერს არ ვამბობ შვილო, ესა იმასთანა არაფერი არ არის, რაც ამ გათახსირებულს გაუკეთებია. ლამარადეიდა. მაგის სული სადაც არის და როგორც არის. ვაიმე, როგორ მეწყინა, მაგრამ აგე ჩემზე მეტად გვერდით კორპუსში ეწყიდათ მე-3, მე-7, მე-11 და მე-4 სართულებზე გაიშლიდნენ თმებსა ალბათა შვილო, გაიშლიდნენ. არა, ლამარადეიდა, ეს უკვე ბაბუ უკვე მოხუცია და ასე რომ არავინ არ გაიშლიდა ეხლა თმას. ბუნებრივია, ეხლა ისეთ ასაკში იყო უკვე ბაბუ. გასაგებია შვილო, მაგრამ ისინი ვალდებულები იყვნენ შვილო. მთელი ცხოვრება ამ ცხონებულის გამო ჰქონდათ ფეხები აშვერილი შვილო, ესე აშვერილი და დიდი ამბავი ერთხელაც თუ გაიშლიდნენ თმებსა, მაიკო, შენ არაფერი არ გესწავლება. მე რა უხერხული. აბარა შენი ცირასაც იზავ შვილო. შენ კი გლოვობ შვილო, მაგრამ ორგანიზმი სხვანაირად გთხოვს რაღაცეებს. კარგით, ლამარადეიდა რა. გაიხარეთ შვილო. მეშვებით, ლამარადეიდა, როგორ ხართ? როგორ უნდა ვიყო ბებო? როგორ უნდა ვიყო ბებო? შენ როგორ ახარ? რა ვიცი. თამრიკო, თამუნია. არა ვიშავს, კარგად, მადლობა. იმ ამბის მერე როგორ ახარ, შვილო? რა ამბის მერე? აღარაფერი მომხდა რა ბებო? მეთქი რამე თუ მოხდა, თვითონ მეტყვის მეთქი, იქნება მე გამომრჩა მეთქი რა. გასაგებია შვილო, კარგად იყავით შვილო, კარგად მაიკო. კელეხში თამადა ვინ იქნება? არ ვიცი, ვინ არის თამადა? ჯერ არ ვიცი. მე მგონი, მე როგორც ვიცი, მე-3 სართულის ლამარას საყვარელი არის. რა ერქვა მაგასა, აღარ მახსოვს. ეგ იქნება კაი თამადა არის, ეგა სხვათა შორის მაიკო. ისე ეგა ცოტა გათახსირებული კაცი არის, ძალიანა გაფუჭებული ერთი. ესე იგი, თავისოს დაურეკავდა ხოლმე და ატყუებდა შვილო, რომ სამსახურში ვარო. ვაიმე რა ერქვა მაგაცა, აღარ მახსოვს. მე მგონი ემზარი. ვინ ემზარი? ემზარი. ვინ ემზარი? ვაიმე, ემზარი, შენი ქმარი არ არის შვილო.
რა ჩემი ქმარი და რა საყვარელი ლამარა დაიდა ოჯახი გინდა ამირიო შვილო არა უშავს თქვენ ყავით კარგად არა შვილო რასავობ თავარია სულიერად იყოთ ერთად ბებო სულიერად თორე მე რამე საქმება მაია მე რამე საქმე ისე შვილო რა თამალავთ სიკვდილის მიზეზსა არ მალავთ. წნევამ დაარტყა უბრალოდ და გარდაიცვალა. წნევა მარაშვილო, ლალი გეშლება, გულმა დაარტყა. ეთყობა პროცესში რო იყო, გორაობაში, ვეღარ გაუძლო გულმა, ვეღარ გაუძლო. ასაკი მაინც თავის ასაშვება, შეხედე პოზაში არის მკვდარი. ბალზამის ხალხმაც ვეღარ გაასწორა. ბალზამის დაჭიქით რა, ვაიმე რა უხერხულია კაცო. დებს ლაპარაკობ საერთოდ ლამარა და ძალიან არავინ იყო შემოსული. კაპლი ხო არა გაქვს კაპლი. გამარჯობა. გაიხარი ბებო. ეს ვინ არიან? ვერ ვიცანი. შერო ვერიცანი შვილო, ეგ ამბავი არც ისე გასაკვირიალი, სამაგიეროთა ცხონებული იმაზე მეტად იცნობდა ამ ქალბატონსა, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. შეიძლება ეხლა ეგა შენი ბებინაცვალიც იყოს. რა ბებინაცვალი? ახალგაზრდა გოგო არა, ის ლაპარაკობთ ქალბატონო ლამარა. ახალგაზრდა. მოდი ბებოსთან შვილო. კარგი გოგო არის ესა, კარგი. აი, რითი დაიღუპა ცხონებული რა? იცი გადაიცა. წნევამ დაარტყა. ხო, არა, წნევებს ატარებდა. ბოდიში ბებო დაგტა. მოდარი, ამაყენი. აი, შენთან მაგ შვილო საქმე. მოდი აქ. ეხლა ეს ამბავი როგორც კი დასრულდება უკვე და გაყვანა რომ მოგვინდება ბებო, აბა შენიცი ეხლა პირველ რიგში როგორც კი გამომიყვანთ შენი სახლის კარებთან უნდა გავაჩეროთ ცოტა ხანი და სკამები რო ცოტა ყურადღებით იყო რომ იქ გავაჩეროთ შვილო. ეცამი, ჩემ სახლთან რატომ უნდა გავაჩეროთ ვერ მეკითხო. ოჰო ბებო, იმიტომ რომ შენ რო სახში არიყავი შვილო, ცხონებული საწყალი ძალიან უყვარდა შენ საწოლში, შენ ოთახში და შენ ცოლთან ბურჯგნაობა. რას ამბობ თვალის გამაგებინე რას ამბობ რა შესაძლოა ბურჯგნაობა რა წავ მომაკვლებინებ ამ ცხონებულს აბა მეოდე მაგი ქალბატონო რა სულელებს ამოთან შენ კიდე მერანდენეთ უნდა დაუჯერო რა აბა რა ბურჯგნაობა უნდა დაუჯერო ეს მიკეთებს მე რა ვიცი ამხელა კაცო მოხდა შვილო თქვენ ცხოვრება ქალბატონო რა სის რა ცხოვრება უყვარდა რა პრობლემა რა ხდება ქალო გამაგებინე გამოდი მე კი გამოვალ მაგრამ რა სის გოგო შენ გამოდი გოგო ეს მინე შვილო სანამ გაიყვან ამას და მოსდებ თავყბაში ბებო ისე ერთი სურათი შენ ოჯახის უნდა დაკიდო შვილო იმიტომ რომ ჭირის სურათი ხარ და გეკუთვნის ჭირის გამოდი გოგო შენ ერთი გან შენ დაკიდებ სურათად მე გამოდი გარეთ ახლა რო პირ მიკიყვე შენ საკიდებ და დაკიდებ მომაკვლებინე დაჯერით მოწევით და ნუმარცხვეთ რა ხალხში რა დაბრძანით და იყავით თქვენს ადგილზე რა მართლა და მართლა გავგიჟდი რა ვაიმე რა უხერხულია აი ყველა სიმცხენია უკვე და ყველაფრის რა ცხოვრების ისული სადაც არის ფარეკუცარი 84 წლის კი იყავი შესაძოდაო მაგრამ მაინც ჯანზე იყავი მაინცა ჯერ ახალ გადმოსულ ქალებს შენასინჯავდი საწოლში და შენს მერე მიყავდათ კმრებსა ვაიმე ქალბატონო ლამარა გეხაჭებით ხონდა იცოდეთ სად ხარ და სად რა ილაპარაკოთ ამ ხელა ქალმა აცხონოს ღმერთმა მაიკო ამისი სული სადაც არის და როგორც არის გიჟდი ღმერთმა აცხონოს შენი სული რამდენჯერ უნდა დაარტყა წვე ქალბატონო ლამარა არ არის საჭირო დაბრძანეთ რა ქნა შვილო ამისი ბოზების მაგივრათაც მე ვარ ტყამწრესა ხო ვიცი რომ ენდომებოდათ იმ ქალებსაც მოსვლა მაგრამ ვერ ახერხებენ აბა რა ვქნა დაჯერით ქალბატონო ლამარა ძალიან გითხოთ რა მართლა და მართლა რა ცოტა გიჟდი რა ლამარა დაიდა არ შეიძლება ესე მართლა არ შეიძლება რა ბებო ჭკვიანად იყავი შენცა ისე ერთ საიდუმლოს გეტყვი შვილო ერთ საიდუმლოსა მაიკომ კი იცის ეს ამბავი ჩემი მესაიდუმლია აბა ცხონებულსა ერთი ოფიციალური შვილი ყავდა მაგრამ არაოფიციალურებსა რა მოთვლის შვილო აბა მთელი კორპუსის ბავშვები ამას აკავდა ამ ცხონებულსა ძლიერი გენეტიკა ქონდა ძლიერი შვილო ლამარა რა გეხვეწებთ რა ისე
შენი ბიჭიც როგორ დაიმსგავსა ამ ცხონებულმა. რას ლაპარაკობ? ლედა, ვინმე ახალი არ ეგონოს, კაცო. ძლიერი გენეტიკა ქონდა, მაიკო, ძლიერი. რა არის შვილო დასამალი, რა არის ღმერთმა არ შეიძლება. გაუხარდი. არ შეიძლება ესეთ რაღაცები რა. აი მე ალი კაცია. მოგძანდით. წამოაწირა აზრიათი. მოგძანდით შვილო. მადლობა შვილო, მადლობა შვილო. მადლობა შვილო. როგორ დამენადა. ვიზიანები. მადლობა. გადაიმართა ემო ახალგაზრდა 84 წლის კაცი. წნევით დაიწყო. წნევამ დაიწყო. აფსუს. ეგ ოფიციალურათა შვილო და არაოფიციალურათა აგე მეზობლის ქასთან იყო, სექსით იყო დაკავებული და უცებ პროტეზია მოუვარდა და გადაეყლება და გაიგუდა ბებო. არასამოწმოს გარდაიცვალა. ბატონო ლამარა დამძა. ვერიდები მაშინ მეც. თაკო, ბებო, მოდი შვილო ერთი წუთი. ხელი დამიჭირი არ წავიქცე. რაღაცას ეტყვის. ბებო, რაღაცის თქვა მინდა შვილო შენთან. წესით ეხლა შენ ქმართან ამ ამბავს არ უნდა ვამბობდე, მაგრამ შენ როგორც ყველაზე ახლობელი ადამიანი ამისი ცხონებულის, შენ შვილო იმდენჯერ ხართ ერთად ნაბუჯგნი შვილო, ნაბურჯგნი და ნაბუქნავები, რომ წესით ამასთან ერთად უნდა ჩაგაყოლოთ შვილო საფლავში, როგორც ძვირფასი ნივთი ბებო. რას უსმენ მე? 84 წლის კაცსა რა გიდო? ეგეც არ არა უშავს იყო, არა უშავს. კარგად უნდა იყოს შვილო, წამოთელათ უნდა იყოს. მიდი შვილო, მიდი, ერთი კაცი რას გეყოფა შვილო, შენა კიდე გაშალებ-თები, გაშალე, მიდი, მიყევი. როზე ეხა სახში წამოდი. მარტო მე რამდენი რატო ერევით ცხოვრებაში ესე კაცო? ყაჩაღია, ყაჩაღი კაცებს დასდევს. ცელი დასდევს კაცებს. აბა ქალებო, დროა უკვე რა უნდა გამოვასვინოთ რა. ბავშვო, ყვავილებს მოგიდეთ, ხელი დაფე, დროზე. ბიჭებო, გიხვეწებით, ცოტა ფრთხილად რა, რუჭკებს არ ენდოთ რა, რუჭკებს გთხოვთ. რუჭკებს კი არა შვილო, რუჭკებს კი არა, ამ ჩვენ რძალს ალენდოთ ბიჭებო, ამ ჩვენ რძალსა, თორე ჩაბზი ამბობს კაცო. თავიდან მიგაჩვევთ თავსა, შეგაყვარებთ თავსა და მე ისე გაქრება თქვენი ცხოვრებიდანა, როგორც სელპაკის სამშრიანი სალფეტკი უნიტაზის წყალში შვილო. აუ, კარგი, ხალხი მაგრამ საგვარია ძალიან ფერხერა. სამოგძალ, წამოდით რა. როგორ შეიძლება გამოიყანეთ ეს საწყალი აცხონოს უფალმა ბიჭებო, კუბო თქვენმა ცოლებმა უნდა გამოიტანოს. მაიკო, ყველაზე ახლო მაიც მაგათან იყო ეს ცხონებული, ყველა ქმარი შენი მადლიერია, შეუბედურო შენა უხალისებდა. აგე ამ ქალებს ცხოვრებასა ყველა საშვერლი ქონდათ ფეხები ვერტიკალურათა. მაია, ვერტიკალურათა. გავეთი კონფლიქტი ბაზარში. აბა როგორ მოგწონს ახალი ბაზარი მითხარი? კარგი ბაზარია, მაგრამ წინა ჯობდა რო არ დამწვარი იყო. მოიცა კაცო, წინა დაიწვა? კი არ დაიწვა, შტერო დაწვეს. რა ფასში დაწვეს ხო არის? ვიცი, რაღაცა სიმბოლურ ფასად ეხლა როგორც ხდება ხოლმე, ერთლარად როგორც ვიცი. ესე ვფიქრობ მე. კი გადმოგვიყვანეს ეხლა ამ ბაზარში, კი არის ჩაწკრიალებული, მაგრამ რა თქინდა? ხალხი არ მოდის, კლიენტი არ აყვავს. იმიტომ რომ ბაზრის სუნი გვაკლია, ბაზრის სუნი ის თავისი ბაზრის სუნი და ხალხს გონია რომ მარკეტში უმუშაობთ. აბა, ვერაფერს ვერ ავყიდი. მეც მაგას არ ვიძახი მერე. მეც მაგას გეუბნები, მაგრამ შენ გინდა ევროპა და ევრორემონტი და სისუფთავე და იწუწუნე ახლა კლიენტებზე. შტერიე. შენ გინდა ევროპისკენ და შენი ევროპა სისუფთავე და ევრორემონტი. გამაგებინე, ხალო ერთი წუთი, შენ არ გაწუხებს ამ რუსულ კანონს რო იღებდნენ. მართლა რა შტერი ხარ, ხა? ხალო, მე რატო უნდა მაწუხებდეს რუსული კანონის მიღებ? მე რაში მეხება საერთოდ ეგ კანონი? ეგ კანონი არის იმისთვის, რომ გამოავლინონ უცხოელი აგენტები. რას მოდიალობ, გოგო, შენ გამაგებინე. მე შენც აგენტი გამოდიხარ, შენ შტერო, შენ.
მე რანაირად გამოვდივარ გოგო აკენტი რანაირად გამოდიხარ და კიტრი და პამიდორო გიდევს მან და კიდე და 20% თურქეთიდან შემოგდის რა გამოდის ესე იგი რომ თურქეთის აგენტი ხარ შენ პირადი ნუ ბადიალობი არა გადიეთი ჩეტჩეტი ეგეთი წვინ გამორეცხილები ხარ თელი კოცები შენიანად და შენ კოცებს უახელებ წყალი გამოივლე პირში აი მიკმინეთ აგერ მიკმინეთ შტერებო თქვენ არ გინდა ახლა ეგეთი ლაპარაკი ისედაც გულზე ვარ გამსყდარი კლიენტი არ შემოდის არავინ ვერ გავყიდე ვერაფერი ვარ შემოდის ქალო ცეცხლის ფასი რო გიყიდია დააგდე ფასი ან დააწერე სეილი ან რაღაცას აქცია დაადე რავასო აქცია და სახელმწიფოს გადატრიალება გელანდება ქალო შენ აი შტერი საწახვედი ქალო რა შუაშია იმ აქციას რას დამიკავშირე ამ აქციაზე გეუბნები რომ დააგდე თქო ფასი მაგრამ შტერი ხარ და რაზე უნდა გელაპარაკო შენ ვაი გენაცვალეთ ჩემო ახალგაზრდებო თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო აი ეგრე ხო გააბრუნეთ უკან ეს რუსული კანონი ჰა უყურე რა გააკეთეს ჩვენმა ბავშვებმა როგორ მაგრად იდგნენ ჰა არ მიყურებია რატო მე რატო არ უყურე მე ხო ტელევიზორს არ უყურებ რას ლაპარაკობ კაცო რამდენი ხანია რაც ტელევიზორს არ უყურებ რა ვიცი მე ბიძინა მიყვარსო აიყვანეთ სამდე და რა ვიცი მაგისი მონამორჩილი ხარ და სად ნახე ერთი ეს ბიძინა გამაგებინე აქ მოვიდა და ბანანი იყიდა შენთან თუ ტელევიზორს არ უყურებ ჰა მე კი ვიდექი აქციაზე ასე ახელებ გაშლილი რა ქენი მე რო იდექი აქციაზე სატანის ფორმა გეცვა ალბათ თან აქციაზე იყო ხო დაგარბიეს მე როგორც საჭირო იყო ისე ვენაცვალე მაგ რობოკოპებს ვაი ვენაცვალე მარჯვენაში ყველა აგერ მიკმინეთ შენ და რობოკოპებმა აგერ ყველა ერთიანა თუ ადგილი არ გეყოფათ კიდე ვიციქნებიან გამოვიში არიცი შენ არიცი არ იყო ეგ რუსული კანონ პროექტი ეგ იყო ამერიკული და კანადური უნდა მიგვეღო ეგ კანონი რომ მე ღირსეულად შევსულიყავით ევროპაში არა ევროპა უღირსიაო რო კითხო და შენ რატო შედიხარ ღირსებით ერთი გამაგებიდე ქალო ჰა რაიმე თავი დამანები აქ შტერი ხარ შენ ეგ ყველამ ვიცით მაგრამ მე ხომ მაინც ვაზრონებ და დამანებე თავი თუ ქალი ხარ ერთი რა ხო შენ არ იძახი ევროპაზე ფინანსურად გვეხმარებაო ხო იძახი ვიძახი მე ხო მე რომ ვიძახი მე რატო არ დახლის მოსაკრებელი გადახდილი რანერაც უნდა მქონდეს ქალო გადახდილი კლიენტი არ ამყავს საფთოში და ვერ გადავიხადე ხო მე რატო გადავიხადე დახლის მოსაკრებელი რა ვიცი მე რატო გადაიხადე იმიტომ რომ რუსი ტურისტები რომ მოდიან შენ ეჩხუბები მე მოდიან ჩემთან ეს რუსები და ჩემთან ყიდულობენ ყველაფერს და შენ გადაგიხადოს ახლა დახლის მოსაკრებელი მაკრონმა რო აქ წაგდებული ენა დედა ქალო ერთი წუთი შეტვინ გამორეცხილო შენ ესეთები რო ხარ კი ვიცი მაგრამ რატო ჯობია რუსეთი ევროპას გამაგებინე? ამიხსენი ვერ გავიგე მე. რატო და გაიხედე ქალო ირგვლივ რამდენი რუსი ტურისტი დადის. მასე შეშტერო რუსი რო დადის ევროპელების ბევრი დადიან და მაგას რატო არ უყურებ? ხო, მაგრამ მომისმენი ახლა ვაღიაროთ რომ ჩვენმა თაობამ რუსული უფრო კარგად ვიცით. რა რუსული იცი? ხო, მე უფრო კარგად ვიცი. განა რა რუსული იცი? შენ ახლა კლიენტი რომ მოგდის აქ ტოლსტოიზე და ჩეხოვზე ელაპარაკები რა. რა თუნდა მაგას რუსული სკოლკა სტოით ტრილარი. კრაინაა ცენა დვალარი, ედამწვანილი სკოლკა სტოით. მასე მე ვიცი ყველა ენაზე ვლაპარაკო. მათ ენაზე ვილაპარაკებ მასე. შტერი ხარ შენ, შტერი შენ. შლუნგო twin გამორეცხილებო თქვენ ყველა რო ერთმანეთს შტერები და ევროპა არიან ჭკვიანები, ხო? ევროპა და ევროკავშირი არიან ჭკვიანები. შენ მომისმენი ახლა. გარყვნილი ევროპა სულ არ მინდა მასეთი ევროპა. ვიყო გარყვნილი. მე ვიყო ევროპა თუ არ გინდა, ქალბატონო, რატო სწავლობ შენი ნინიკო გერმანიაში მითხარი ახლა? ახლა მე ვამბობ რომ ევროპა არ მინდა თქო თუ არა, ევროპული განათლება მინდა. და ჩემი ნინიკო გენაცვალა იქ გერმანიაში დადის უნივერსიტეტის სახლი. იქ რაღაცა ხალხში კი არ იზილება და კი არ ირყნება რომ მე აქ გარყვნილება ჩამომიტანოს ჩემ საცოდავ ქვეყანაში. ევროპა თუ არ გინდა შენ ქალბატონო, მაშინ ნუღა გაყიდი იმერულ ყველს. დამთავრებული ამბავი. ევროპა და იბერული ყველი რაღაცუაშია. ევროპასა და აზიას საზღვარი ლიხის ქედზე გადის და ეგ ყველი გამოდის ევროპული, ასე რომ გადმოწი აქ და აღარ გაყიდო. სულ არ გავყიდი ამ გარყვნილ ყველს მაშინ და მოგიტან შენ და შენ გაყიდე. შტერო შენ. კი ბატონო, მე ვიქნები ევროპელი, შენ აქეგდე. შენ იყავი აქ. ნუ მიწევთ ხო გეუბნები ახლა მე შენ. ნუ მიწევთ ხო გეუბნები. არაფერს არ გიწევ. არაფერს არ გიწევ. უბრალოდ განიშნებ იმისკენ რომ პირდაპირ ევროპისკენ გაქვს გზა. ბარემ ევროკავშირის დროშა ვარსკვლავებიანი ხო არ დავკიდოთ აქ?
დაღზე წინ. რატო არ მოგწოს დროშაზე ვარსკვლავები ერთი ამისელი? რა მოსაწონია? მე ვიცი შენ თუ არის, იმიტომ რომ ის გენერალი რო ყავს, საყვარლები აქ რო პაგონები აქვს. ბევრი ვარსკვლავები რო აყრია, ეთყობა ის გირჩევნია, იმ საყვარლის გირჩევნია. გავა, რას გოდია? რა მომიგონე, ქალო ერთი გამაკებინე, რასაც თქვენი ტროლბოტები ჭორებს იგონებენ, ერთი ფეიკი ნიუსი მეც მათქმევინე, დიდი ამბავი. ნუ ეხლა გეყო სიცოდე, თორე ეს ციტაკა თუ გავხსენი წყალში და შეგასხი სახეში და თვალებში მერე ნახავ შენს. გათახსირებული ხალი ხარ, ბოლი ხო გამაუჩი უკვე და ეხლა ციტაკა შემასხი. ვაი, გენაცვალეთ ახალგაზრდებო, თქვენ გენაცვალეთ შვილო, რა მაგრად მოჭიმეთ ოცნება, აი ეგრე, აი. შენი ჭირი აი ეგრე, ხო? შენი ჭირი მე ეგ შენი ახალგაზრდობა იყო ბნელი ძალების მართული. ვიღაცა კუბილიუსების და ვიოლა ფონ კრავონების მიერ იყო მართული, იმიტომ რომ მაგათ უნდა ჩვენი საცოდავი ქვეყნის მითვისება, მაგათ. შეშტერო, მაკუბილიუსმა გავიკეთა უვიზო რეჟიმი, შენი და რო ეხლა წაბძადებულია ავსტრიაში და იქიდან რო გიგზავნის ფულებს და ამოთხულეფილი რო გაქვს ეგ მუცელი. იმ შენი დის დამსახურება. ვაი, ნეტა შემოეღოთ ეკანონი და მე ხო გამოგაცხადებდნენ აგენტად. ხო, ამდენს რო ლაპარაკობ, ნუ ახლა შენ იცი საერთოდ რატო იღებდნენ მათ კანონს? იცი? ვიცი. რატო იღებდნენ? რატო და ევროპისკენ სწრაფად და ღირსეული ტემპით რო წავსულიყავით. გთხოვთ დატოვოთ ბაზრის ტერიტორია და დაიშალოთ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება პროპორციული ძალა. რაო, აი, სტერო, გარბევენ. აქედანაც გიშვებენ. ხო. შეუბედურო შენ. მე კი მარბევენ, შენი სულელური ლაპარაკის გამო მოდიან ეთყობა და უნდა მოვყვეთ. მიდი ახლა გაიქეცი, მიდი, შენც არ გინდობენ. ბაზრის ქალებო, გთხოვთ დატოვოთ ბაზრის ტერიტორია და დაიშალოთ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება პროპორციული ძალა. მიარსა დარწავალ, მიაფრჩები, აგე? მოგადგნენ, ახაც მოგადგნენ შეუტინო. მე მომადგნენ. დაიცა მე ეს ვერაფერსაც ვერ დამაგრებს. აგერ ნახავ თუ არ დაგაგრებს. ვერაფერსაც ვერ დამაგრებს. გამოდი, ქალო აქ. ვერაფერს ვერ დამაგრებს. რა უნდა მიქნას ამ ბოლმა? რობოკოპებში რო ვიდექი, მიჩვეული ვარ ამის სუნთქვას. მე და ვერაფერსაც ვერ ვიცი. გამოდი, ქალო, ერთმანეთს ხოცავენ, ესენი შენ მინდა გინდო. მე აქედან არსა დარწავალ და ეს ბოლი ვერაფერს ვერ ვიცი. გამოდი, ქალო, აქ. ვერაფერს ვერ ვიცი. გამოდი, ქალო, ვინ დაგინდობს, ვინ ჯანდაბა ხარშე, ვაიმე, ხალი წაიქცა. გადი. ბინის ძარცვა. ბიჭო, რა სიბნელეა ჩემი, ამას არ დავეტაკო. პედელია. ბიჭო. წინავს. გოგოს წინავს, დაგვენტრა. დავით. მე მაიცა ბიჭო, მაგარ ეგრევე. აურა გოგოა ძმაო. არა გოგოა, წამოდი შენ ნორმალური ხარ ბიჭო. მალე ბიჭო ჩააწყვე, გაეღვიძება და დაგვენტრა. რა გოგოა შეხედე ბიჭო, ოქროულობის დედა არ ვატირ. ეუდედა. ბიჭო დაანებე თავი ჩაი აიღე რაღაცები და წამოდი. ბიჭო რა გინდა ბიჭო? რა გამოშტერდი ყველაფერი როგორ მოგწ? აურა მანქანა, აურა ძაღლია, აურა ადეგი. გული არ გაქვს. ნახე რა გოგო არის ძმაო. ამ სიბნელეში რანაირად დაინახე? რაც ხედავ ამ სიბნელეში ბიჭო. არა. გამოდი. შენ ბიჭო ჩააკრე ბიჭო ნახე დედა. გაიღვიძოთ, ხა დარეკავს პატულში და დაგვენძრება. იქ მინდა რომ გაიღვიძოს მომენატრაც, მაო იმდენი ხანია წინავს, ბიჭო. ვაი მე დედა რა კაი გოგოა. არა, კაი გოგოა, მაგრამ თუ გაიღვიძოთ ძალიან ცუდი იქნება დამიჯერე. ბიჭო, რატომ იქნება ცუდი ბიჭო? შვენიერი გოგოა. რა კიდე, მაგებიდე. დაანებე რა თავი. და სანამ გააღვიძებ დაანებე თავი. всё. წავედი, всё. მირო გოგო მინდო და კაროჩე ხა შენ მაგას გააღვიძებ. ანუ რა გინდა?
შენ ახლა მაგას გააღვიძებ იმდენი იდიოტობას ლაპარაკობ. ჩაიცვი და წავედი. ერთი წუთიც მობას გაფიცე. ერთი წუთი. გააღვიძე, ბიჭო. ნახე შენ მობას ფიცავარ. მე როგორც მძინავს ზუსტად ისიაცვია ნასკები. თან დაბალყელი არის ამასაც მო. იმენა შენ გაეღვიძება და დაგვიხე. გეუნებდა. აგი მე წავალ მაშინ და გიყვარდი არ მაინტერესებს. შენ მიყვარდა. მე წავედი და მიდე მიხედე შენ ამას. არ მაინტერესებს. აი, ერთად ვარ მოსულები, რაგჭის ბიჭო, გოგო შენ მიყვარდა ძმაო და მიდე გიყვარდე რა. დავჭე დავალი ხან. სულ ყველაფერს მოკიდე ხელი და გავედით. დავალი. სულ ყველაფერს მოკიდე ხელი და გავედით, რა ვიცი რა მოკიდოთ ხელი და ძვირფასეულობა წავიღოთ, მთავარი ეგ არის. ბიჭო, მომისმინე, ოკეი, მაშინ შენ ხელებში მოკიდე, მე ფეხებში და წავიღეთ. მოიცა ხელი და ფეხი რა თქვინა? რა თქვინა? ჭო ამაზე ძვირფასი, ვინ წავიღო აქედან შენ ძმობას ფიცა. გვინდა დამიჯერე ძვირფასეულობა, ლინთები რაც არის, ისინი ავიღო და წავიღე. არ გამიცი. ეს ჩაკეტილი უეჭველი რაღაცაა მაშინ. ოკეი. ბიჭო, მომისმინე, ერთი წამი, ერთი წამი. აბაზანაში შევალ თავს მოტრავ რაღაცებს და მოვალ რა. აი, დავაი მიხეთ. ეს სამაგრე უეჭველი ოქროსია. აკენი ბიჭო, ნორმალური თუ ხარ ბიჭო? ეპრანჭება ბიჭო, რა გინდა ბიჭო, შენ გამაგებინე. ემის წვერი მიადე სიბრძნისკვის. უფრო მაგარი, ვაი შენს პატრონი, შენსაც თუ გაიღვიძე და მე ვიცი როგორ მოვაწონო ახლა ამას თავი რა. ძვირფასეულობა და ფული დავტოვოთ და წიგნები მოვიპაროთ ძმაო. წიგნები რატომ? რა ბიჭო, ნახე. გაიღვიძებს რა და რა სიტყვის, რომ იმენა ინტელექტუალურმა ბიჭმა გამქურდაო ძმაო. დარწმუნებული ხარ? უეჭველი მაგას სიტყვის, მამა და ჰოაზე. მე მგონი ეცი რა სიტყვის, მაგარი იყო. რაი? ხო, ოქროები დატოვა წიგნი წაიღო. მე მგონი მაგას სიტყვის. რაღაცა ლოგიკა არის კი. კაუჩი. ხო და ლოგიკა თუ არის, ადექი და წავიდე. ბიჭო, მომისმინე ახლა რა, ცოტა შავებში რო ვარ და რაღაცა ბაცნურად ხო არ ვარ, მამამისის კარადა ხო არ გადა. არ გინე, საკაი გიხდ. მოიცა. მოგორა მაროჩე, იმინა გაგიჟდება, პროფესორი ხარ მაგ პიჯაკში. იმინა გაგიჟდება. ამის ნომერი როგორ გავიგო? ჰა? ნომერი როგორ გავიგო ამის? ტელეფონის ნომერი? ხო. ბიჭო, სახლი გავტეხეთ, ატმეჭკები გვაქვს. ზუსტად ვით საცხოვრე, ტელეფონი მე მაქვს. თუ გინდა გადმოგირეკავ. მაროჩე. მომისმინე ახლა. ხმამაღლარი ლაპარაკო. ხმამაღლარი. გაეღვიძება. ერთი წამი. შენ ძმობას ფიცა ვარ თუ სხაპარში არ მეგონოს თავი ძმა. მძინარემზე თუ ნახავი, მე პრინცი მივალ და კოცნით იმენა. დავაღვიძე რა. ჰა? ეგრე იქნება, რომ გაიღვიძეს ვაფშე მაგარი იქნება. ხო რა. გაიღვიძეს რომ ეს ოქროები გადაიქცება ყვახად. ყველაფერი უცებ. პატრონს გამოიძახებ, ყვახად გადაძუვა ყველაფერი. მე და შენ ხო იცად ვიქნებით მე. ჰა. ციხეში. მე ეს იქნება ბედნიერი ჯამთელი, ჭიდი იქ ხინიაკა, ხატო იქ ფქვილიაკა და ჩვენ ვქეთ უბედურები. ბიჭო, ღირს რა. ღირს მე არ მიღირს ძმაო. შენ თუ გევასება ძმაო? გამოდი ერთ წამი ხვეცა, გამოდი. შენი იყოს, მე არ მინდა ძმაო. მე სროგზე არ წავალ ამის გამო. ეს უნდა გადაგიღო. კაროჩე, პირველი ბიჭი გვეყოლება რა. როგორ მამა შენ სახეს არ დავარქა. არ მინდა რა, იმიტომ ბადრის სახელი ერქვას რა, შენი სიმამრის თუ ჩემი სიმამრისა. არ მინდა რა. ხო, არ გოგო, მე რასაც გეუბნები, ისე იქნება და ვსიოვა ხარ უნდა მაგას ის რა. დამიწყო ახლა ამან. გადაბრუნდი და ეძინე როგორც საჭიროა ისე რა. აი, ნუ ჭუბობთ, ბიჭო, შერიგდი თუ რა გაჭუბებთ ჩემ. ბიჭო, ჯერ ძინავს და უკვე ჭუბობთ და რო გაიღვიძეს მე რა იქნება. ადექი ხა, წავიდეთ, სანამ გაიღვიძებ და შევიდგოთ ეს. აზარი არავის. ბრასლეტი დამოი. არა. კაუჩი პატრულში რეკავ რა. რატო? всё. ცოლი მომყავსო ეუნები თუ რა არის, ვერ გავიგე. ბიჭო, არა რა. მოდი რა, მე წავალ მაშინ ძმაო და შენ დარეკე რა, ეგ მომეცი ბრასლეტი. მომე ეგ ბრასლეტი ერთი წუთი, მომე.
მომეცი კაცო. აირი კაცი ხარ ბიჭო. შო, კარგად იყავი რა. კაროჩე უყურე მეთი წამი რა. რატო რეკავ არ გაინტერესებს? გარბი ხარ პირდაპირ მტოვება აქვს ბავშვ. აგინე მეჯვარე გინა ვიყო ბიჭო რა გოგუებს ან ასამართლევი ტიპები ხო ევასება. ო მაგრა ევასება ძალიან. მოაზე ხარ და ისეთ ვაფშე დანა დამარტყი აქვს ნობას გაფიცებ. რატო? ბიჭო რა შამიანი ტიპებზე ხო მოაზე ხარ რა გოგუები მენა. მაგარი. მაგონი კარჩე რეკავ რა იტოქში რა. მოდი ხა მე რას ვიზა ვიცი? შენი ქორწილის ამბებს მოვაგვარები და მოვალ, კაი? მეჯვარეთ მინდოდა ყოფილიყავი. დავაი ბიჭო რა აქედან რა. შენ გინაცვალე იმენა რა საყვალა ძინავს და თქვენ გაქვთ უმილისუფლება ყველაფერი რასაც ვიტყვით შეიძლება გამოყენებული იყოს სასამართლოზე თქვენს წინააღმდეგ. არ მინდა ბიჭო. გაიჭრი აქედან ჩემი ოთახი დასახდე დიოთკე გენერატი. როგორ უყარვა ბიჭო ნახე ჩემი მენა. გაიჭრი აქედან წაიყვანო. გამოდიეთ ბავშვებს მიმიხედე ჩანამ გამოვა რა დედაშიცა დიდი ხანი არ ვიქნები იქ. Сегодня мы должны отплатить деньги за этого квартиру. Ой, не бойся, мы вообще не заплатим. Ты же знаешь, что наша хозяйка очень глупая, ну. Ты моя маленькая оккупантка. Ты мое золото. Ой, ты мое сердце из чистого золота. Голубчик, я люблю. Почему не приехали? Санада, любимая, здравствуйте. Здравствуйте, а вас как дела? Как ты? Нормально, спасибо. Хорошо, хорошо, спасибо вам. Приятно. დამპლები ესე იგი მე რო შეიძლება ეხლა აღარა მაქამათინერები დროზე დაელაპარაკი აქედან როდის მიდიან რა ნახე რა სუკა შპალიერი ჩამოუხებია ვაიმე არ ვიცი მე რა მიდი ეხლა დაელაპარაკე იარი სამი კლასის რუსული ვიცი და გამოადგება ეხლა სამი რა არა უშავს თუ რამე არის მეც დაგეხმარები ეხლა გაქცეულ რუს მოვაბრუნებ და მიდი რაღაცა უთხარი მე თუ გაიქცე რაღაც აბრუნები შეკაიქალო ვერ მიდი გასწო მიდი რა Щёнячо. იდი სუდა მიდი Еще вам? ედა კუკუდა ედავი Зачем не убираете отсюда? Что у нас? А, родись миди хартвит. Რა გაატრაკისა, რა წახუდეთ. აჰა. Почему вы не ухаживаете? А когда будете заплатить наши деньги? Вот. У нас нет денег. Что? Сколько арагуако? Зачем? Это очень дорого, это очень дорого. Мы не можем заплатить. Простите. Зазури ариода мы вергадавихтем. Раз лапараков, кацу, раз верга. Что дорого? Что здесь дорого? Зачем так говорилось его? Придите, садитесь. Да, садитесь. Спасибо. Кацу, дай лапарак. Მიაწეკი უფრო. კაცო, ჩემი სახლი არის ესა და ვერ გამხავს. Это вообще-то наш дом, наша квартира. Очень хорошая квартира. Это что? Это что? ეს არის რა ქვია? სარცოცხოვრებელია თუ რა არის ვერ გავიგე. ანუ მესლაჟიტე სხვა. თუ რა არის? კიკუ. Что за гиг? Что? Что? მოდი აქ ბიჭო, რა კიკუ, რა შუაშია კიკუ, კაცო, დაელაპარაკე წესია, რა იცი სამარა. კიკუ გახდა ხო უნდა, გადახდა ხო უნდა. რა იცი? ხო გადახდა. კიკუ არ არის რომ იხდის, კიკუ და გადაიხადე რა, სკარე კიკუ მეთქი. ვერა, ვასო, ვერ მიხვდებია წესია რა. Господин Васо. Браво. Батонова. Мы не можем отплатить, потому что это очень дорого. Если вам хотите $300, я вам дам. Алло, звери арио, ты или $300 моксем-то? Нет. 300 нет, 300 это очень... Простите, я не поняла, простите. $300 это за квартиру и еще $500 за оккупацию. Что? 700? Что за 700? Ну? Что говорила? Звери, эдзюребат, как-то гадахта царда арапирам, канони гиде пивтаров, მე მაგ კანონის მომგონის დეკა ჩემი საქმე და ვერ გავყარე ესე. Ой, церти там. Девочка, как тебя зовут? Как тебя зовут? Настя? Да, Настя. Натя, момисмени. Настя, я сказала. Один девочка, это Настя. Не надо, Настя. Натя, грузин, нравится ты? Да. Нравится, грузин нравится, город нравится. Конечно, нравится. Улицы Натя нравится. Ну да, обожаю на улице.
ხო და ნათია თუ ნრავიცა улицის грузияц ხო сегодня ты ნათია будешь на улице если ты так გაგრძელებული ვაეცა თუ ты так გაგრძელებული ვაეცა ты здесь ты улица прошел когда деньги дал мне здесь спать Мы не поняли. Короче говоря, если вы нам деньги давали, даете, вы будете останавливаться. А если вы не будете останавливаться, тогда убирайтесь отсюда. У нас есть деньги, а у вас нет права нас выгнать. Ну да. Что вы делаете, женщина? Что вы делаете? Раз смотрю, алло. ესენი ისეთი დედა არიან, ვიცოდი ამას წაიღებენ რუსეთში და არ დაგუტოვებენ. ამიტომ უნდა წავიდე. Это наш унитаз. Что вы делаете, ну? Это наш реквизит, куда мы хотим, туда и достанем. Это моя Натия, это моя. Настя, Один Наталья, иди в черт на Натия. Не надо нас их, они... Это наш, Они куда двери, мы хотим, Давайте, давайте, только прощай на улицу. На улицу. Мы с вами разговаривали, а вам суроват. Вы не поняли? Это уже твоя проблема. Ხო, გადაიხადე, ნათია, ზენგი დაიწე მე. Настя, мы уже нет вот этой Настя, иди в чёрту. Настя, ესე იგი რა მათხოვრები არიან, ესე იგი ეს ვინ არის, კაცო? იმის ფული ხო აქვს უკრაინას რომ ებრძოლონ, 1 წელია ისვრიან და წაბალიარელებად და ტყვიარელებად და მე $400 გადამიხადონ, მაგის ფული არა აქვთ. გათახსირებულები ესენი. Сейчас последний раз я упрощался. Сейчас. Я вам сказал. Это уже последний раз. Дагерхаванет, Не понял. Куда вы звоните? Дагерхаванет. Куда вы звоните? Я звоню телевидение. Они сейчас. Звоните, если вам удобно, звоните, все. Сейчас. Давайте, не надо нам... Алло, телекомпания Дия. ესე იგი ეს რუსები შემოვიდნენ ჩვენ რომ შოქია კვარტირაში, ბინაში და აღარ გატიან. და რამე დავეხმარეთ რა? აჰა. რაო, რა თქვა და? Что сказали? რა, сейчас. Подожди, Наталья, ეხლა რა. Это не твоя дела. Сидишь на место. Сиди, давай, сиди. Не сиди. რაო და ჩვენო ესეთი შეგვიძლია რომ ტიტრებში გავუშვათ რომ 20% არის ოკუპირებული საქართველოსი და თქვენ 80 კვადრატსაც მივაწერთო რა. იმედმა, ხო, ამიდივე ხენდია. ბიჭო, რა ვქნა? Ერი какой. და ვიღაცა. ვინ არის? Идите. უი, მოდი დოდო, მოდი რა. მოდი შეარეულები ვარ. რა ვიცი, აბა, აჰა, შემოგვეჭრიან და ვეღარ აქვს. ვერ ვაგდებ სახელს. კანონიც კიდე ხელს არ გვიწყობს ესა უბედურებაა კაცო. ყრით, ხო არა? ყრით, მაგრამ მიდი რა. ვინდა რომ გავუშვა. ხო, ნამდვილად აგდებ სახლიდან, ხო ამან. ხო, გვიდა, მაგრამ აბა. მეც კი გავაგდებდი ისე ორივეს, ისე ხმაურობენ. ისე ხმაურობენ. მართლა? საშინლად. ანუ ნამდვილად ყრით. ორივე გვიდა რომ გავუშვა. ორივეს ყრით, ხო? მაგრამ ვინ მიდის? ჰა, ნათია. У меня очень хорошая квартира есть. Если хотите, я вам покажу. Нет, спасибо. Этот хороший говорит. Хороший. Удобно здесь. Я вам покажу, раз. Не хотите, я вам покажу. თუ Нет, спасибо. Раз, Додо. Вы уверены? Да, уверенiem. ნათია, ერთი წუთით გაჩერდი, გადი შვილო იქ. რა უთხარი ახლა შენ ამას? არა, გასაყრელები ხართ ნამდვილად. ნიუერი პაკაჟიო თუ რა ურო. Я русский слышалаца, арабით არის თერწოვანი. დოდო, არ აქვს ხვენია ეხლა დოდო. ანუ ესე იგი რას მიკეთებ, რომ შენ სახში უშვებ? გადი რა დოდო, გადი. რაკჭი შეგიდე თუ ყრით მაკაი. მოძუძგე ხალხი. კიდე შენი დუსებს მიხედე რა, შენი დუსებს მიხედე. დროზე ეხლა ნათია, как тебя зовут? Алёша. ალიკა და ნათია. Настя. დროზე ეხლა რა? აძი ზებაჭკა. დროზე ეხლა უთხარი ამათ რომ გადაუთარგმნე შენ ენაზე რომ ნერვები აღარ ამაკ და დროზე დამიცალონ ბინა რა. გავიდნენ აქედან. Ребята, по-хорошему не хотите пахучам будет. Вот, пожалуйста. Сейчас убирайтесь отсюда. Я не хочу с вами воевать. Რა?
ვაივად, ომი არ მინდა თქვენთან მეთქი. Они хотят воевать. Простите, мы не поняли. Последний раз говорю, убирайтесь из моего квартира. Не будем. Считаю. Раз. Он знает считать. Раз იცახის ვერ გავიგე, კაცო. Წადით იმას კიდე არ მინდა, სამამდე დავთვალე მაინც არ წავიდე. რაო, ვერ ვიგე, ვერ ვიგე. ვერ გავიგეთო ჩვენო. Нет, мы не поняли. Вы не поняли, что он сказал тебе? Не поняли. Вы не поняли? Алика, ты тоже не поняли, что? Алёша, вообще слова не поняли. Поставили эхла. Алик, давай, извини. Давай, Натия. Натюшка. Я расскажу, меди гаве кареби дроза. Не звери, Натюха, идем, они звери. Мешей гачвене пехла. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.